სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. დღეს არის ამ მარხვაში პირველი ლიტურგია, რომელიც არის პირველ შეწირული. პირველ შეწირული რატო ქვია? ეხლა ორიოდე სიტყვით ამას ვიტყვი. პირველ შეწირული ნიშნავს, რომ უკვე შეწირულია ის ძღვენი, რომლითაც დღეს ადამიანები ეზიარებიან. ეს მოხდა კვირა დღეს, ესე იგი. და შუაკვირაში, რადგან ეს წმინდა იოანე ოქროპირის და წმინდა ბასილი დიდის წირვები, რადგან უფრო მეტად საზეიმო ხასიათისა არის, შუაკვირაში არ ხდება ესეთი წირვა. ამიტომ, ესე იგი, ნახეთ, აი ხაზი რას არის გასმული, რომ რაზეა გასმული, რომ უნუგეშოდ რომ არ დარჩეს კვირიდან კვირამდე ადამიანი რომ ეზიარება, ეკლესიამ დააწესა, რომ კვირის შუა დღეებშიც იყოს 2 დღე ზიარების. ეგ იმას ნიშნავს, რომ აი კვირიდან კვირამდე ხო უნდა ეზიაროს ადამიანი, მაგრამ შუა კვირაშიც უნდა ეზიაროს, იმიტომ რომ დიდი მარხვის ჟამი ეს მოღვაწეობის ჟამია და რადგან ეშმაკმა იცის, რომ ყველაზე დიდი იარაღი ქრისტიანისთვის ეს ლოცვა და მარხვა, როგორც უფალი ამბობს სახარებაში. ეშმაკეულს რო გამკურნავს და მოციქულები ეკითხებიან, ჩვენ რატო ვერ გავდევნეთო? მათ ხო არ ეუბნება, რომ ნათესავი ესე, ანუ ბოროტ ძალაზე ამბობს, არ გავა ადამიანისგან ლოცვისა და მარხვის გარეშე. ეშმაკმა ხო იცის ეს, რა თქმა უნდა. და იცის ეს და ამიტომაც ცდილობს, რომ ყველაზე მეტად აი აქ შეუშალოს ხელი, მარხვაში შეუშალოს ხელი და რატო არის ხოლმე, რომ აი მარხვა რო იწყება, ხშირად ვამბობთ, რომ აი მარხვის განსაცდელები დაიწყო, მარხვას ახლავს თავისი განსაცდელები და ის შემთხვევით არა, ნებისმიერ კეთილ საქმეს ახლავს განსაცდელები. და ეს განსაცდელები კიდე უფრო ამოწმებენ ამ საქმის სარგებლიანობას ხოლმე. ამ მარხვის შემთხვევაში წესია. რადგან იმატებს განსაცდელები და თუ დააკვირდებით, აი არ ვიცი, მე ჩემი დაკვირვებით ესეა ხოლმე, აღდგომას დღესასწაული რო ახლოვდება, კიდე უფრო რაღაცა ხარ საიდან რა გამოხდება ხოლმე ესე იგი განსაცდელი. რომ ხელი შეგიშალოს. რაღაცნაირად ესეა ხოლმე. აი ხეს რომ მოჭრიან და რაც უფრო მეტად უახლოვდება მიწას, უფრო მეტად სისწრაფეს კრებს და ბოლო მომენტში ყველაზე სწრაფია ის. და რაღაცა სიკეთე რო ხდება, ბოლო მომენტში ყველაზე მეტად ცდილობს ის, რომ ხელი შეგიშალოს, ესე იგი. ანტონი დიდის ცხოვრებაში არის ასეთი საოცარი ამბავია, რომ იყო ერთი მონაზონი იყო ბერი, ევლოგი ერქვა. ეს ევლოგი ერთხელ ბაზარში მიდიოდა და დაინახა ერთი ხეიბარი ადამიანი, ხელების და ფეხების გარეშე მყოფი. ევლოგი და სახიჩარი, ასე ქვია ამ პატერიკულ მოთხრობას. და მან თქვა, რომ მერთო მომეციო ძალა, რომ ეს წავიყვანო სახშიო და მე მოუვაროო და მომიტევო ჩემი შეწოდებები. და ეს გვაწლი უნდოდა რომ ეკითხა. დაიყვანა სახში. გული და აჭმევდა, ბანდა, ყველაფერს მოშობოდა. და ისიც მაგლიერი იყო, ეხლა წარმოიდგინეთ, ამ ხელა სიკეთეს რო კაცი გაგიკეთებს და ისიც მაგლიერია, მაგრამ გავიდა ხანი და ძალიან იგი გაღიზიანებული იყო ეს სახიჩარი, ისე რომ ყოველთვის რანძღავდა, წევლიდა, უხამ სიტყვას ეუბნეოდა. ეს კიდე პირიქით მოვლა პატრონობის მეც არაფერს არ აკეთებდა. ეს მონაზონი. ბოლოს ესე იგი ვეღარ იგებდა რა ეკნა, არა და აღთქმა ჰქონდა ღვთის წინაშე დადებული, რომ ეს წამოიყვანა, ვერც გაუშვებდა. ადგა და წავიდა წმინდა ანტონი დიდთან, გაეგონა, რომ ეს დიდი მამა იყო და მართლაც ეს ძალიან დიდი არის ქრისტიანობისთვის. ანტონი დიდი, შუქურაა და მაგალითია ქრისტიანობისა და წაიყვანა წმინდა ანტონი დიდთან და დასვა ურემზე და წაიყვანა, რომ მივიდნენ იქ. ანტონი დიდმა, მოკლედ უსაყვედურა იმ სახიჩარს და უთხრა, რომ შენ ამდენ სიკეთეს გიკეთებსო და მაგრამ მე სულიერი მიზეზებით უთხრა ამ ყველაფერს. რომ როგორც ჩანს, მათი გარდაცვალების ჟამი მოახლოებული იყო.
და ერთსაც სათნოებაში ჩაერთვლებოდა, რომ ამდენი რამე მოითმინა, რომ ესე იგი წარმოიდგინეთ, ახლა უხელოდ და უფეხოდ ყოფნა და ის მადლიერი დარჩე ადამიანები არ განიკითხო ესე არ გაღიზიანდა ადვილი ხო არ არის, ხო არის ხოლმე რომ ადამიანი ავადმყოფობს და მე აი რაღაცნაირად აგრესიული ხდება და ესე იგი ამას წყალში უნდა ჩაყროდა მთელი ამდენი მოთმინება და ამ ევლოგისაც კიდე ესე იგი ამდენი ღვაწლი და შრომა რაც მისთვის გაწია ესე წყალში უნდა ჩაყროდა. ამიტომ იცის რომ ის მოქმედი თქვენი აღსასრული მოახლოებულია და ცოტაც მოითმინეთ რაღაცნაირად შეაგულდა და ის მერე დამშვიდა ეს მას ახისარის მართლა და ცოტა ხანში გარდაიცვალა ჯერ ერთი და მერე მეორეც მალევე გარდაიცვალა. ისე რომ აი მოახლოებული როა რაღაცა გასასწრებელი კიდევ უფრო იმატებს ხო აი მაგალითისთვის ვიტყვი დაუშვათ ხო გქონია შემთხვევა ალბათ გქონია შემთხვევა რომ ვიღაცას ელოდები მაგალითად და იგვიანებს ჯერ ითმენ და ბოლოს აი უკვე პერში რომ უნდა ამოგივიდეს და რაღაცა ან სიტყვაზე გაბრაზდე ან დაურეკო და უთხრა სადახარ აქამდე და დაურეკავეთ სადახარ და უკვე გამოჩნდა. აი ის ბოლო 10 წამი უნდა დაგეცადა და ეს მოთმინება შეიწირებოდა, მაგრამ ეშმაკმა ხო იცის რომ ეს შეიწირება და ამიტომ მე ბოლო მომენტში განსაკუთრებით გაღიზიანებს. მან ხო იცის რომ შენ ვერ ხედავ, მაგრამ მან ხო იცის რომ აი ერთი მოსახვევი და გამოჩნდება უკვე და დამთავრდება, მაგრამ შენ არ უნდა ჩაგეთვალოს ეს მოთმინებაში. ამიტომაც გაღიზიანებს. მარხო წესია, მარხვის ბოლოში უფრო იმატებს ხოლმე რაღაცნაირად. ამიტომ აი ის გამო დავიწყე ეს რომ რადგან ესეთი ჟამია განსასწრებით იმატებს და ჩვენი მხრიდან მონდომება ღვთისმეტყველებისა, იქ ადამიანს ჭირდება სულიერი შეწევნა. სულიერი შეწევნა თუ არა ახსარება და თუ არა ზიარება, ამაზე დიდი სულიერი შეწევნა არ არსებობს. ახსარებას არ უნდა მოაკლდეს კაცი. თავის წოდებზე მონანულიო და სასწაულ მოქმედზე უფრო დიდია. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა სასწაულები აღასრულოს, მაგრამ ესეთი ადამიანი მომხდარა სამწუხაროდ, რომ ვერ ცხონებული. დაცემულ, აი ძალიან დიდი სიმაღლიდან სულიერ სიმაღლეზეა ლაპარაკი, გადმოვარდნილად და დაცემულად და დაღუპული. მაგრამ მონანული ადამიანი არ დაღუპულა, არ წარწმედია. არ არსებობს ესე იგი მონანული ადამიანი რო წარწმდეს. ამიტომაც არის რომ აი საკუთარ წოდებზე ვინც ნანობს ის ძალიან დიდია და აი ამ მარხვაში განსაკუთრებით ადამიანი უნდა იხედებოდეს თავის სულში და ხედავდეს როგორი ვარ, ვინა ვარ. უნდა მოარიდოს თვალე ყველაფერი იმას, რაც ჩვენ შინაგანიდან გარეთ გამოგვიყვანს. აი ერთი ესეთი ეს იყო რომ ერთი კაცი თავის ქოხის გარეთ რაღაცას ეძებს და ახალგაზრდები მოდიან და რას ეძებო პაპი ეკითხებიან და რაღაცა დამეკარგაო ძირფასი რაღაც დამეკარგაო და იმას ვეძებო და ახლა შეწუხდნენ ესენიც და დაიწყეს ამ პაპასთან ერთად ძებნა და კარგა ხანს რო ეძებეს და ვერ იპოვეს მე კითხეს პაპი იქნება აქ არ დაგეკარგა და იქნებ შიგნით ქოხში დაგეკარგა. იო შვილო შიგნით დამეკარგაო და მე რატო გვაძებნინებო გარეთო რა ვიცი ახლა ამას უნდა რომ შეაგონოს იმ ახალგაზრდას. თქვენსგან ეგრე არ ახართო. თქვენო ბედნიერება შიგნითა გაქვთო და გარეთ ეძებთო. გარეთ ეძებთო რაღაცეებში, ნივთებში, რაღაც სიხარულებში, რაღაც განცრომაში და გართობებში რა არა და თქვენ შიგნით არისო ეს ბედნიერება. თქვენ სიქა გაქვთო დაკარგულიო და თქვენ გარეთ რატო ეძებთო. აიგარი აი მაგას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება რომ შიგნით მოაწესრიგოს მერთან ურთიერთობას, მიდისთან ურთიერთობა მოაწესრიგოს და ნახავს როგორი ბედნიერია ადამიანი. და ამას აღსარების გარეშე ვერ იზამს, ზიარების გარეშე ვერ იზამს. წმინდა მამათა ნაწერები მე სულ ვამბობ ამას, ამის კითხვის გარეშე ვერ იზამს, იმიტომ რომ ეს იმდენად მანუგეშებელია და სწორი გზის მაჩვენებელი ჩვენთვის, რომ ამაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. აი სახარებასაც რო კითხულობს ადამიანი, სახარების გააზრება სწორედ წმინდა მამათა ნაწერების თვალით უნდა შევხედოთ და ესე უნდა მოხდეს. შეიძლება
სახარებას, ესე იგი, სექტანტებიც კითხულობენ და არასწორად განმარტავენ. მაგრამ ჩვენ იმ წმინდა მამათა მიერ უნდა, ესე იგი, ამოვიკითხოთ ეს ყველაფერი, რომელიც, ესე იგი, გამზნობილნი იყვნენ და რომელთა სწავლებაც ეკლესიამ დაგვიდო, როგორც სახელმძღვანელოს. ამას არ უნდა მოაკლდეს ადამიანი. მით უმეტეს ეს მარხვის პერიოდი არის განსაკუთრებით ამისთვის, ყველა ქრისტიანს უნდა ჰქონდეს რაღაცა ერთი წიგნი ამორჩეული წმინდა მამათა სწავლებიდან, მათი ცხოვრებიდან და ყოველდღიურად ცოტ-ცოტას უნდა კითხულობდეს. ის წიგნი მორჩა, ეხლა სხვა უნდა აიღოს. შეიძლება რაღაცა შემთხვევაში ისევ იმ წიგნს მიუბრუნდეს, ეხლა ერთი გადაკითხვა ხო არ არის. მე არ ვიცი, მე ესე ვაკეთებ ხოლმე, რომ რაღაცა წიგნს რო ვკითხულობ, იქ არ არსებობს, რომ ყველაფერი ერთნაირად მოგეწონოს. რაღაცა არის, რომ კიდევ უფრო მეტად შენ გულზე მოხდება. მე მოვინიშნავ ხოლმე რაღაცა წიგნს რო ვკითხულობ, ფანქარი მიჭირავს, კალამი მიჭირავს. მოვინიშნავ ხოლმე იქ გარეთ გამოვიტან რა არის, როგორ არის. მე რაღაცა რო გინდა რომ ხელახლა წაიკითხო სიტყვა, შეიძლება ყველაფერი აღარ წაიკითხო, მაგრამ ის რაც მოინიშნე და მოგეწონა შეიძლება იმას ხელმეორედ წაიკითხო. კიდევ ზოგი ასე აკეთებს, რომ ამოიწერს ხოლმე რაღაცა ბლოკნოტში, ამოიწერს. ეს კიდევ უკეთესი. ამას წმინდა მამებიც აკეთებდნენ ასე. ზოგი მთელი ცხოვრება აკეთებს. რაც მოეწონებოდა ამოიწერდა. ვისაც დრო აქვს და ამას გააკეთებს, ეს საუკეთესო. ეს არის რაც ადამიანის სულს ანუგეშებს და სწორგზაზე დააყენებს. ერთმა მოგვანიჭებს ძალა იმისა, რომ აი სინანულით ვიდგეთ ყოველთვის აი ამ საზს. ერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფ. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, დღეს მე ხო საღამოს 6 საათზე პარაკლისი არის ხოლმე წესით და საპირაო სკოლაზე. დღეს რო 4-ზე დავიწყოთ სახურება, იქამდე მორჩება, სერობა მორჩება. ჯობია რომ 5-ზე დავიწყოთ, რომ ის ხალხი ვინც არ იცის, რომ 4-ზე არის, შეიძლება 6-ზე მოვიდეს და რაღაცნაირად ისინიც დაემთხვევიან ზოგი აღსარებისთვის მოვა და იმიტომ რომ დღეს ცისკარი არ არის, არც ხვალ არ არის სახურება, მე გაკვეთილები მაქვს და ამიტომ. რომ ეგრე გავაკეთოთ, იქნება სერობა, ანდრია კრიტელის კანონი და მე აღსარებაზე ვინც მოახავს, დავხდები. მოერთ შეგვეციოს, აბა.